ისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ ამ შეხვედრიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის არა უბრალოდ უკვე წმინდა წერილის ახალი მონაკვეთის განხილვას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამას გზადაგზა ვიტყვით, ალბათ დაგჭირდება 3-4 შეხვედრა იმისათვის, რომ ეს თემა ბიბლიური თხრობის მიმდევრობის თვალსაზრისით რამდენად მიამოუწუროთ, თუ არა, იმიტომ რომ თვითონ თემის ამოწურვა შესაძლებელი იქნება, ეს აბსოლუტურად გამოიწვია. სანამ რო ამონტაჟებთ ხოლმე ლექციებს ბიბლიოთეკაში. ვიცით ხოლმე სათაურში მინდა დავადოთ, რომელი თავებია ბიბლიის ლექციის დასწრებში თქვა. დასაწყისში არ ზებამა ბოლოში ვიტყვი და თავებით არ მეუქრო შეიძლება თავი გავწყვიტო ხოლმე. კაი. ხოში იმით რა სათაური ვიხდა. სათაური ხო? დავადო ხო. კი ბატონო, აბსოლუტურად გუნდა. ამიტომ ბოლოს შეტოვიტყვი, იცი რას ჩავაჯინე. შეგახსენებთ, რომ ბოლო ლექციაზე ვთქვით, რომ ვერ მოვასწარეთ, ვერ ვიჯერებული და გავიაროთ უფრო ხომად ბაბილონი. კი, მართალი ხალება მე მამას ველაპარაკე, მე იქაც ისიც გითხარით, რომ თუ კი ბაბილონის გოდოლი აი ამ თემებს შევეხებოდი, რაც ბიბლიურ უწყებაში და საეკლესიო სწავლებაში იყო, ეს მე გადმოგეცით ამაზე მეტის ეს მე არა მაქვს თუ ჩვენ ეს გვინდა, სამისოთ გვინდა ხდომადელი შეხვედრა, მაშინ მე ვერ წავმართავ ამას. მაშინ ერთად იმას საქმეთ, რაღაცა იმას საქმეთ. ანუ მე უნდა როგორც მეთქვით, როგორც ჩათვლით საჭიროდ ესე გავაკეთოთ. ხო, ესე იგი გითხარით რომ თემას უბრალოდ ამოუწურავი თემა, რა ვიცი, ვინმე თუ შეეხო, ვინმე თუ კალამი აიღო და შეეხო ამ თემას და ვიფიქრა რომ ბევრი ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით, არა აქვს მნიშვნელობა ეს წმინდა მამა იქნება თუ თანამედროვე რომელიმე მეცნიერი თუ მკვლევარი, ბოლოს ყველას დაუკმაყოფილებლობის გზნობა დარჩა, რადგან ამ კაცის ამ პიროვნების ცხოვრების, ამ პიროვნების განსაკუთრებულების ამოწურვა თითქმის შეუძლებელია. საქმე ეხება მამამთავარ აბრაამს, თავარი საქმე ეხება მამამთავარ აბრაამს, რომელსაც წმინდა წერილში გარდა იმ ყველაფრისა, რომლის განხილვასაც ახლა ჩვენ ვიწყებთ, ერთი ასეთი მითითება წვდება მათემახარებელი ამბობს, ეს არის წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ჩვენ, როდესაც მივალთ დავითამდე, ნახავთ და ვიტყვით, რატომ ჯერ დავითი და მერე აბრაამი. რატო არ იცავს მათე ქრონოლოგიას, რატო ამბობს ჯერ იმას, რომელიც მოგვიანებით იყო და შემდგომ ამბობს იმას, რომელიც თავში იყო. და უფრო მეტიც, რატო არ ასახელებს თავში იმას, რომლისაგანაც მაცხოვრის გენეალოგიას იწყებს. ამას ვერ გავიგებთ ვერანაირად თუ დავითთან არ მივალთ. არის აზრი იმასთან, აბსოლუტურად არ ვიზიარებ ამას, თითქოს დავითიო გაცილებით ახლოს იყო იმ დროს ხალხთან, გაცილებით ცნობილი იყო და ამიტომ ჯერ დავითი თქვა მათემახარებელმა, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ეს აზრი. ყოველ შემთხვევაში თავად მაცხოვარი, როდესაც საუბრობს თავისი სასუფეველის შესახებ, ამბობს, რომ მიუთითებს აბრაამს, ისააკს და იაკობს და არ ერთადერთხელ მიუთითებს დავითს, ისიც მესიანურ კონტექსტში და არა იმ კონტექსტში, რა კონტექსტში შეიძლება ხალხს ერთი უფრო მახსოვრებო და ერთთან უფრო დიდი პატივისცემა ჰქონოდა, ვიდრე მეორესთან. სულ სხვა ამისი მიზეზი და ამის შესახებ თავის ადგილას როცა მივიღოთ იქ ვიტყვით. ახლა კიდევ ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, რატომღაც მათემახარებელი მაცხოვრის გენეალოგიას იწყებს სწორედ აბრაამისგან, აბრაამ შვა ისააკ, აი ესე დაიწყებს ის. კი, მაგრამ აბრაამის ვიღაცამ შვა, ის ვიღაცას ვიღაცამ შვა. აი ამას უკვე ლუკა მიაქცევს ყურადღებას, ლუკას თემა უფრო ეს არის, ვინაიდან ლუკას მიერ გადმოცემული მაცხოვრის გენეალოგია სულ სხვა მიზანდასახულობის, სულ სხვა მხრივ გულისხმობს მაცხოვრის აი ამ ჩამომავლობის გაცნობის მიზანდასახულობას, მათ ეს სულ სხვა რამე ჭირდება და ამიტომაც ჩვენ სწორედ აი ამას ჩავეჭიდებით. ახლა რატომ მაინც და მაინც აბრაამით იწყებს თხრობის განმავლობაში შევეხებით ამ დეტალს, მაგრამ წინ სანამ საერთოდ სიტყვას დავძრავდე წმინდა წერილის თხრობასთან დაკავშირებით, პირდაპირ მინდა ვთქვა, მეგობრებო, როგორც კი ჩვენ აბრაამის შესახებ თხრობას ვიწყებთ წმინდა წერილში, წმინდა წერილი როგორც კი აბრაამის შესახებ თხრობას იწყებს, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე. ან უნდა ვიწამოთ აქ რა წერია, ან საერთოდ ბიბლიას თავი უნდა დავუმატოთ. აი პირდაპირ ეს კაცი შემოდის და პირდაპირ თავისი ცხოვრების პირველი ნაბიჯი გვეუბნება. ან დაიჯერებთ, ან რწმენით წაიკითხავთ ამას, და ამ ტექსტთან თქვენ არანაირი საქმე არ გაქვთ. ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია, რომ სწორედ აბრაამი გამოცხადდება, დადგინდება მრავალთა მამიდან მრავალთა მორწმუნეთა მამამდე და იქნება მართლა რწმენის საზომი, საოცარი საზომი, რომელსაც აი თუნდაც აი დიდ კირკეგორესთან არის ძალიან საინტერესო, როდესაც
წმენის დახასიათება, წმენის წარმოდგენა ჭირდება, წმენის გააზრება ჭირდება, ერთადერთი მეტრი და საზომი ამისა გახლავთ მთავარი აბრაამი და მისი ცხოვრებისეული მაგალითი. ახლა კიდევ ერთი დეტალი სანამ უშუალოდ აბრაამის შესახებ თხრობას შევეხებოდეთ. თქვენ ყველა მიცით რომ აბრაამა იხეტიალა. ძალიან ხოთ ეს ტერმინი დავიმახსოვროთ, ეს არის სუფთა ბიბლიური ტერმინი. ის არსობრივად განსხვავდება ტერმინ ბოდიალისაგან, ბოდიალი სულ სხვა რამეა, ხეტიალი სულ სხვა რამეა. მე თქვენ გაგახსენებთ პირველ მოხეტიალეს კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის აბელი, წევსი აბელი, რომელიც ხეტიალობდა თავის სამსწორთან ერთად და მე მაშინ გითხარით თქვენ რომ აბელის ხეტიალი ეს არის სიმბოლო, სახე-სიმბოლო აზრის ახეტიალებისა, რაღაცის ძიებისა, რაღაცის ძებნისა და ეს რაღაცა აბელთან იყო იმ სისხლის გამომეძიებლობა, რომელმაც ადამიანი უნდა დააბრუნოს სამოთხეში და აბრაამთან ეს ყოველდღიური ძალიან საინტერესო დაილექება და ჩვენ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. რატო ვამბობ ახლა ამას მე? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ აბრაამის ცხოვრებაში იმდროინდელ სამყაროს, იმდროინდელ ადამიანებს სამი რამე უკვირდათ. აი ამ სამიდან უნდა დავიწყოთ აბრაამის დახასიათება სწორედ. პირველი ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვეხებით, მეგობრებო, რაღაცა ნიშნით არის თავისებური. კერძოდ ამ დროისათვის ძალიან ნიშანდობლივია კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ სივრცეში ადამიანის მიჯაჭვულობა. ნაკლებად ხდება მიგრაციები. კი, როგორ არ ხდება მიგრაციები, მაგალითად ეპოქას, რომელსაც ჩვენ ვეხებით ქრისტეს შემომამდე მე-20 საუკუნე, ცნობილია სემიტური ტომების მასიური მიგრაციით. მაგრამ ეს სხვა არის, მე ამ თემას არ ვეხები, როდესაც რაღაცა კატაკლიზმების გამო, ან რაღაცა ინტერესების გამო დიდი რაღაცა მოთქმა დაიძრება და ადგილმონაცვლეობის მიზნით, სადღაც სხვაგან წავა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ აი მიგრაციის ის ფორმა, რა ფორმითაც აბრაამი ახორციელებს თავის მოგზაურობას, ეს აბსოლუტურად უცხოა და უცნობია იმ დროისათვის. ადამიანი კერძო ცხოვრების თვალსაზრისით ვამბობ, მიჯაჭვულია იმ ადგილას, განსაკუთრებულად არის მიჯაჭვული იმ ადგილას, სადაც დაიბადა. განსაკუთრებულად არის დამოკიდებული იმ გარემოზე, რა გარემოში ცხოვრობდა. ამ გარემოს ასე დატოვება, ამ გარემოდან ასე წამოსვლა ძალიან მარტივად არ ხდება, ძალიან დიდი გადაწყვეტილებაა სამის ოცაში. მოდი ერთი გადავხედოთ ეს კერძო ხასიათის, კერძო სახის, კერძო ინიციატივის რა მიგრაციები შეიძლება დავინახოთ აბრაამის დროინდელ ეპოქაში. პირველი რაც შეიძლება აზრად მოგვივიდეს, ეს გახლავთ სამხედრო ექსპედიცია, როდესაც ერთი ტერიტორიიდან დაიძრება ჯარი მეორე ტერიტორიისკენ, მაგრამ საბოლოოდ რა არის ამ სამხედრო ექსპედიციის მიზანი? დაარბიოს, დაიპყროს და დადავლი წამოიღოს, დატოვოს შიში, რომლის გავლენითაც ეს დაპყრობილი ქალაქის სახელმწიფო ყოველწლიურად ხარს გადაუხდის დაპყრობელს და ყოველ შემთხვევაში აი ამ მიგრაციის საბოლოო მიზანი არის არა დარჩეს იქ სადაც დაარბია და რაც დაიპყრო, არამედ დაბრუნდეს უკან. უკან მიზიდულობის აი ეს დეტალი აქ ცალსახად ჩდება. მეორე სახის მიგრაცია, რაც შეიძლება ამ ეპოქაში რითაც შეიძლება ამ ეს ეპოქა დახასიათდეს, გახლავთ მეგობრებო, სავაჭრო მოგზაურობა, როდესაც ქარავანი დაიძრება ერთი წერტილიდან მეორე წერტილისაკენ, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, იმიტომ რომ უკან დაბრუნდეს მონაგებით, ანუ ამ შემთხვევაშიც თუ კი სავაჭრო ქარავანი წავა, იმიტომ რომ აი ეს მოქმე ქარავნე, აი ეს ვაჭარი უკან დაბრუნდეს და მონაგები მიიტანოს თავის სახლში. მესამე სახის მიგრაცია ცოტა არ იყოს პოლიტიკურული მაგალითია, მაგრამ მაინც ცოტა იმას აკლეთ, რა ქვია, ვთქვათ, გახლავთ დიპლომატიური მისია, როდესაც შეიძლება მოციქული ან დესპანი წავიდეს ერთი ადგილიდან მეორე ადგილისაკენ, თავისი მოციქულებრივი შეასრულოს, მისია შეასრულოს, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. აი მე სხვა ხოლმე კითხვას, აი რა შეიძლება სხვა იყოს, სადაც ადგილმონაცვლეობა გულისხმობს წასვლას ისე რომ არ დაბრუნდეს. თემიდან მოკვეთა შეიძლება. აი მაგას უნდა შევეხო, მაგას უნდა შევეხო. აი მაგას უნდა შევეხო. კი ბატონო, მაგას უნდა შევეხო სწორედ. იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვამბობ მეგობრებო, აი მან უნდა მოსულიყავი სწორედ ვინაიდან ეს თემიდან მოკვეთა, აი თქვა სინაგოგიდან გაგდება, რაც იყო ცოტა მოგვიანებით, მართლობელთან დაკავშირებით, როდესაც სახარებაში ეს ალუზია წარმოდგენილი, აქ რა ხდება იცით, როდესაც აი ასე ერთი კერძო ოჯახი გადის სადმე ეს სასჯელის ერთ-ერთი მძიმე ფორმა იყო და ერთ-ერთი რთული ფორმა იყო, რატომ სიკვდილი დასჯა თუ ეს იყო უპირობო გარანტი იმისა, რომ ეს კაცი ცხოვრებას მორჩებოდა, თემიდან მოკვეთა იყო არანაკლები. ეს აქედან წასული, აქედან მოკვეთი, სადღაც სხვაგან წასული. ძალიან დიდი ალბათობით არ ვიღაცის მონა გახდებოდა, არ ვიღაცის ცხოვრება გახდებოდა, არ ვიღაცა გაზარწოვდა. ის გარემო, რა გარემოში ცხოვრობდნენ, ამ გარემოს მარტო სახლი კი არ ქონდა. ამ გარემოს ქონდა თავისი საიდუმლო სამალავები, ამ გარემოს ქონდა თავისი ეკონომიური ცხოვრების პრინციპები, ამ გარემოს ქონდა გადარჩენის ის ინსტინქტი ქონდა, ამ გარემოში ცხოვრობს, რაც ამ გარემოს ახასიათებდა. ამიტომაც ძალიან მძიმე სასჯელი იყო მოკვეთა.
უმძიმესი ეს დახვრეტის ტოლფასი იყო. პრაქტიკულად კაცი რომ გადიოდა აი ამ გარემოდან რომ გარემოში წის რაღაცა ნიშნი კომფორტულად გზნობდა თავს ეს ნიშნავდა იმას რომ აი ბედის ანაბარაო რო იყვნენ ის არ გადარჩება ან არ გადარჩება. ამიტომაც აი ეს მიგრაცია ასე სასჯელის სახით გასული ეს კიდევ ის არის საქმე სხვა მომენტია ეს არის იძულები გადაადგილება მაგრამ თავისი ნები თავისი ინიციატივით საქმე წავიდეს ასეთი მეტი რამე არ არსებობს აი აბრაამთან დაკავშირებით როდესაც საუბრობ მეგობრებო პირველი რაც ამ კაცის იმაში რა ქვია ბიოგრაფიაში ამ კაცის ცხოვრებაში გვაყვირებს გახლავთ სწორედ ის დგება და მიდის რო კითხოთ აბრაამს სად მიდის აბრაამი გიპასუხებს მარტივად არ იცის აი დგება და მიდის მე რო ვიღაცა მითხრას ახლა გასაგებია ახლა აბრაამს ღმერთი გამოიცხადა ესე აქვე ვიტყვი რომ ღმერთის გამოცხადება როგორ ხდება ბიბლიაში თუ თვითონ ბიბლია რა კონკრეტებს არ შეგვიძლია ვთქვა ვერ ვიტყვით რასა გულისხმის ყოფა არის ეს ვიზუალური ხედვა რაღაცისა ხმა ესმის მარტო სიზმარში ხედავს აი თუ ბიბლია გვიკონკრეტებს რომ სიზმარი იყო და ბიბლია გვიკონკრეტებს რომ რაღაცა ბუჩქს ცეცხლი ეკიდა მაგრამ არ იწვებოდა ეგ საკითხის მეორე მხარეა როდესაც ბიბლია გვეტყვის რომ გამოეცხადა ღმერთი აბრაამს და უთხრა თუ ვერ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს როგორ გამოეცხადა და როგორ უთხრა არ ვიცით ეს ხოთაშორის მინდოდა ამ თემის დაწერა ძალიან მინდოდა ბიბლიის გამოცხადების სახეები ბიბლიაში ძალიან მინდოდა მეოქე იონე მითხრა შვილო მაგერო დაწერო ერთხელ მაინც უნდა ქონდეს გამოცხადება და გაჩერდე თავი და გადაწყვეტე თავი დამონებებინა აღარ მithქონსო შეიძლება მქონდა მან რა იცის მაგრამ თავი დავალები არა საინტერესო რა არის ისიც ბიბლიაში ჩვენ გამოცხადების ერთი ძალიან საინტერესო სახე გვაქვს დავითარებულობთ შეიძლება გამოცხადება რა იყოს ცით ხეები შრიალ აი ხეები რო შრიალეს იმითაც კი შეიძლება უფალი გელაპარაკებდეს შეგულისხმა უნდა გქონდეს აი მაგ მოდივარს ვეთ მაგის თქმა მინდოდა წმინდანი ჩემგან ეგ განსხვავდება აი ჩემგან ეგ განსხვავდება წმინდანს ყველაფერი ესმის სულ usmens ხეები შრიალსაც usmens ცის მოკუფლასაც usmens ზისაბუსლასაც usmens ყველაფერში ღმერთს usmens ეს ძალიან აი წინასწარმეტყველზე იმ დღეს კითხულობდი რაღაც ისე მეორე გიჟიც usmens არა კი გასაგებია მაგრამ გასაგებია და კოშმარი აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ როდესაც თქვათ სული წმინდის ბაღზე და ამ საეკლესიო წიაღზე გვაქვს საუბარი წმინდანზე გვაქვს აი რა არის ისეთი ძლევა მაგ როგორ არის ისე როდესაც წმინდანზეა საუბარი ხო ეს მენა არის ინიციატივა ამ სულის ინიციატივა არის სული წმინდის მათი და იმ შემთხვევაში რა შემთხვევაში თქვენ გაგწაუბარი ხო ამ შემთხვევაში ინიციატორი არის ჩემი სურვილი სადღაც რაღაც იმაში რა ქვია არა ადეკვატურში ვიპოვო ის რაც მე მინდა ამ მეორე შემთხვევაში ეს მაგია და პირველ შემთხვევაში ხო ყოველი მეორე ამერიკელი საიტი აბარ ფრაზეოლოგიაში შედის God spoke to me ვერთი მესაუბრა მაგას მართლმადიდებელი არის მე წმინდანებს ხომ ხშირად არჯერად გამოცხადება თვითონაც კი აქვთ რასაც პავლე ეუბნება ნუ ყოველი სული გწამო ეს აქვთ აუცილებლად ეს აქვს აუცილებლად მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ აი ძალიან ისეთი მაგალითი რომ მოგიტანოთ აი როდესაც წმინდანს უდიესო თქვა გამოცხადების ერთ-ერთი მახასიათებელი რაც არის ეჩვის შეუტანლობა, როდესაც ნამდვილი გამოცხადება მე კითხვები არ მიჩნდება. გესმით? ორჯერ უარყოფდა მე-13 ანამაგემოწურამდე არ დაიჯერა. კი, არა. ესეც აი მაგალითად ჩვენ გედეონთან ვნახავთ. გედეონს აქვს რამდენიმე გამოცხადება. და მაინც ორჯერ კიდევ ეთქვის ღმერთს და დამიდასტურებო. ანუ ეს კერძო იმიტომ გეუბნები ძალიან ძნელია, ამიტომ რომ ღმერთს ვისაც როგორც უნდა ისე ეცხადება. თუმცა აბსოლუტურად მართალი შეისაა მითითება და ეს აქვე უნდა დავთქვათ რომ საქმეა ხო რამდენი სხივი გამოანათებს და რამდენი თავში აზრი მოგივა ეს აღნიშნავს გამოცხადების წყაროს უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ ამ გზაზე შემდგართათვის ამ გზაზე ის იმ დღეს იმას ვამბობდი ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობდი და იქ ესეთი აზრი გამიშთა რომ წინასწარმეტყველი რომელიც სხვა დროს ვიტყვით რომ რომლის უწინარესი uvali არ არის წინ თქვას რაღაცა წინასწარმეტყველი ამიტომ არ გაგვიცხა სამობაწო ასპარეზზე რომ წინ რაღაცა ელაპარაკოს წინასწარმეტყველება სულ სხვა ფენომენია მაგრამ წინასწარმეტყველს დაუკვირდებით
წინასწარმეტყველის უწინარესი ღვაწლი არის არა ის რომ ლაპარაკობს რაც ღმერთმა უთხრა, არამედ ის რომ ესმის ის რაც ღმერთმა უთხრა. სმენის უნარი აქვს მას, ღმერთთან სმენის ურთიერთობის უნარი აქვს მას. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ, მაგრამ მერის იქმა მინდოდა, რომ როდესაც ღმერთი აბრაამს ეცხადება, კიდე ერთხელ ვამბობ, როგორ ეცხადება ეს კაცი მარცის, რადგან თვითონ ბიბლია არ აკონკრეტებს ამას და ეუბნება რომ ადექი და წამოდი და წადი იმ მიწაზე, სადაც მე გიჩვენებ, აი რაღაცნაირად ცხოვრებისეული ალტერნატივა რო შევთავაზოთ ბიბლიურ ამ ტექსტს, ნახავთ რომ ახლა ვიღაცა რო ჩემთან მოვიდეს და მითხრას მოკიდე ხელი შენ ცოლშვილს და წადი სხვაგანი ცხოვრებ. ან და ასე რო გამიჩნდეს ასეთი და ამაზეც დავარქვა რომ შეიძლება რაღაცა ღვთის მოწოდებაა ეს ჩემთვის და აქედან უნდა აუბაგდე და გადავბაგდე სადღაც წავა არ არის პრობლემა მაგრამ ერთი პირობით შევამოწევ იმას სად მივდივარ და თუ იქ სადაც მივდივარ ის ჯობია აქაურობას ავდგები და წავა თუ არა და არ წავა არ გავრისკა აი აბრაამში თავიდანვე გვაქვს ეს აბრაამი როცა დგება და მიდის აბრაამის ხეტიალი იწყება ამის სწორედ ყველაზე საინტერესო არის ეს აბრაამა არ იცის სად მიდის მაგრამ აბრაამი იცის ვისთან მიდის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კაცის ცხოვრებაში და თელ ცხოვრებას ასე გაივლის ეს კაცი. ღმერთი ეუბნება და აბრაამი პასუხობს, გავაკეთე. იცი რა გიღეს ეს არის ამაზე პასუხი აბრაამს არასდროს არ აქვს. აბრაამს აქვს ერთადერთი პასუხი. ღმერთს რომ უნდა ის უნდა აკეთოს. მეორე, რაც ამ კაცში ძალიან გასაკვირი იყო და რაც იმდროინდელ ადამიანებს აბრაამში აკვირვებდათ, მეგობრებო, გახლავთ აბრაამის ღვთისმსახურება. ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვეცნობით, უკვე რაღაცა ნიშნის საკმაოდ მოწესრიგებულია რელიგიური კულტმსახურების თვალსაზრისით, არსებობენ ღმერთები, არსებობენ ქურუმები, არსებობენ აი ეს საკულტმსახურო დასის წარმომადგენლები და როდესაც წარმართი კულტმსახური აღმართავს საკურთხეველს და შენ მიხვალ და ეტყვი რომელ ღმერთს ემსახურები და რა გინდა ეს მსახურება, რას აკეთებ, ქურუმს აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. ძალიან გთხოვთ ამას მოიქცეთ ყურადღება. ქურუმი ზუსტად კითხულობ რომ ეს ემსახურება ამ ღმერთს, აი ეს არის ეს ღმერთი, გაჩვენებთ კიდევაც ამ ღმერთს და გეტყვით რომ ეს არის უხმოსავლიანობის ღმერთი, ან ეს არის ბედნიერების ღმერთი, ან ეს არის ომის ღმერთი, გაჩვენებთ კიდევაც, გაგაცნობთ კიდევაც, დაგიხასიათებთ კიდევაც და თავის მსახურებას დაასაბუთებს კიდევაც. წარმართულ კულტმსახურებაში ქურუმი სრულიად ჭყალებში ადეკვატურია ნებისმიერი რელიგიური, რა ქვია, კამათისათვის, ერთი შეხედვით. აი აბრაამს თუ შეხედავე, აბრაამის ღვთისმსახურებაში დევს ერთი საინტერესო დეტალი. დიახ, აბრაამის აღმართავს საკურთხევლებს. და აბრაამსაც რო კითხოთ, ვის ემსახურება ეს, ვისია ეს საკურთხეველი? აბრაამი გეტყვით, რომ ეს ღვთის საკურთხეველია, მაგრამ თუ შეეკითხებით აბრაამს, რომელია ღმერთი და სად არის ღმერთი, აბრაამის საკურთხევლის მიღმა არაფერი წამოჩანს. სიცარიე, ეს არის ღმერთი, რომელიც არ ჩანს. ეს არის ღმერთი, რომელსაც აბრაამი ვერ დაახასიათებს. კი, იტყვის შემდგომ ის ელშადაია, რომ უფალი ყოვლადძლიერია, მაგრამ აბრაამი ვერ შეძლებს აი ესე ხელმოსაკიდად, აი აბრაამი ვერ შეძლებს აი ესე უშუალოდ გაგაცნოთ თავისი ღმერთი და არ გეტყვით რომ ეს ღმერთი ბედნიერებისა, ან ეს ღმერთი უხმოსავლიანობისა. რატომ ამას უნდა მოგვიანებით აღვნიშნოთ? მაგრამ აბრაამი გეტყვით რომ ეს არის ნამდვილი ღმერთი, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. საქმე ეს გახლავთ მეგობრებო, რომ აბრაამის წმენის განსაკუთრებულობა გახლავთ სწორედ ეს ემსახურება იმას, რასაც ვერ ხედავს. ეს არის ამ წმენის განსაკუთრებულობა, რომ წამს არა ის, რასაც ხედავს, არამედ წამს რაღაცა ისეთისა, რასაც ვერ ხედავს. სადამდეც მისასვლელია. სწორედ იმას უსმენს, რომელსაც ჭირდება, აი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ წარმართ ქურუმს შეუძლია დაახასიათოს, წარმართ ქურუმს შეუძლია გაგაცნოს თავისი ღმერთი. თავის თავაცხადია აბრაამსაც შეუძლია გაგაცნოს თავისი ღმერთი, მაგრამ განსხვავება რით არის? რითი ქადაგებს აბრაამი თავის ღმერთს და რითი ქადაგებს წარმართი ქურუმი თავის ღმერთს. აბრაამი თავის ღმერთს ქადაგებს ცხოვრებით, თავისი ცხოვრებით. აი როგორი ღმერთიც აკავს ეგეთი ცხოვრება აქვს. ცოტა მოგვიანებით ჩვენ ნახავთ აბრაამი თავის მიშულს შეეხოცება. ნუ იქნებაო კამათი ჩვენ შორის და რო იყოს კამათი რა მოხდება? აბრაამს ეს კამათი არ ჭირდება მარტივი მიზეზის გამო, მე თუ შენ გიკამათები, მაშინ ჩემ ღმერთს გაიცნობე როგორც შენთან მოკამათე ღმერთს. ამიტომ არ მინდა შენთან კამათი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მაცხოვარი ამბობს ფარისევლებს ეუბნება ასეთ რამეს, რომ ძნელად საზით ტვირთს ატვირთებთო და თითითაც არ გინდათ მიეშველოთო. ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ 24 საათი ღმერთზე ჰქონდათ ლაპარაკი, მაგრამ ერთი წამიც არ ცხოვრობდნენ იმ წესით, რა წესითაც ღმერთის თავაზობდა მას. ღმერთს ვერ ამოწმებდნენ თავიანთი ცხოვრებით. აი აბრაამის ქადაგების, აბრაამის მისიონერობის ნომერ პირველი ნიშანი გახლავთ ის, რომ აბრაამი თავის ღმერთს ამოწმებს თავისივე ცხოვრებით. მეგობრებო, ვამბობ ხაზგასმით.
ქრისტიანული მისიოლოგიის ისტორია ეფუძნება სწორედ ამას. არა იმას ილაპარაკო ღმერთზე, არამედ ის რომ შენში აჩვენო ღმერთი, შენ ცხოვრებაში წამოიყვანო ღმერთი, შენში დაანახო ღმერთი. ამის მიერ უკვე შეგიძლიათ დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ამას თუ არ აკეთებ და ისე ლაპარაკო ღმერთზე, აუცილებლად დაემსგავსებ იმ ლეღვისხეს, რომელსაც მხოლოდ ფოთლები აქვს, რომელიც მხოლოდ ჭრილს იძლევა, მაგრამ ნაყოფი არ აქვს და ვერ ექნება ვერანაირად. მესამე რაც აბრაამში საკვირველი იყო და მესამე რაც აბრაამის განსაკუთრებულობას წარმოადგენს, ახლა მე ამას ვიტყვი, მაგრამ ამ თემას არ გავაგრძელებთ, როცა მივვალთ იქ ვიტყვით ამას, ეს გახლავთ აბრაამის დამოკიდებულება სიკვდილისადმი. აბრაამი სხვანაირად უყურებს სიკვდილს, სხვანაირად უყურებს იმას კი ანიშნავს, რომ არ ჯერა სიკვდილის ან და რაღაც ამდაგვარი სიკვდილი, რომ რეალობა ამას აბრაამთან ერთად მთელი წარმართული სამყაროც იზიარებს, მაგრამ აბრაამის სიკვდილში ხედავს რაღაცა უფრო მეც ვიდრე ეს არის სამკვეთლიდან წასვლა. და ჩვენ ორ მაგალითს მოვიყვანთ, მე უბრალოდ სამს, მაგრამ პირველი ნიშით ორ მაგალითს მოვიყვანთ და ვივარაუდეთ, რომ აბრაამა ყველა შვილი გაზარდა სიკვდილთან ურთიერთობით. ყველა შვილს ასწავლა. თუ გინდა იყო ღმერთთან, შენ უნდა სიკვდილს შეხეთო თვალებში. სიკვდილის გარდა ღმერთს, სიკვდილთან ურთიერთობის მიღმა ღმერთს ვერ გაიცნო. სიკვდილით უნდა შეხედო ღმერთს და ამ სიკვდილზე გადაბიჯებით შეგიძლია გაიცნო რა არის ღმერთი. უამისოდ შენ ღმერთთან ურთიერთობა, ამდენ ღმერთთან ამდენ ურთიერთობა ვერ გექნება. ჩვენ ამ დეტალებს შევეხებით აუცილებლად, როგორც ცოტა მოგვიანებით. მაშასე, ახლა სანამ ხო ეს უბრალოდ აი რაღაცა შესავალებით აბრაამთან დაკავშირებით. ახლა არის მეორე დეტალი. სანამ ბიბლიას შევეხებოდეთ, აღნიშნოთ, რომ აბრაამის შესახებ საუბრობს თავის თავაცხადიას, ასეც იყო ყველა აბრაამისტული რელიგია, არის ეს ქრისტიანობა, იუდაიზმი თუ ისლამი, გვაქვს აქადური გარდამოცემის მთელი სივრცე, გვაქვს აპოკრიფული ლიტერატურის მთელი წყებები აბრაამთან დაკავშირებით და მე ახლა ცალ-ცალკე ამის მოტანას აქ არ ვაპირებ, არც არის საჭირო და ცოტა დროს გაგვივა, ამიტომ რაღაცა რეზიუმირებული სახით გადმოგცემთ იმ უწყებებს, რაც ამ გარდამოცემებში და ამ აბრაამისტულ რელიგიებში მითითებების სახით არის წარმოდგენილი. უწინარეს ყოვლისა, ისევ აქადურ გარდამოცემას დავუკვირდეთ, გავიხსენოთ ის მოვლენა, რა მოვლენის შესახებ საუბრობდით, ეს არის ბაბილონის გოდოლი და ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ერთი მოდგმა, რომელიც არ აყვა ამ იმას მშენებლობას და ამ მოდგმის ბოლოში იხილება სწორედ მამამთავარი აბრაამი და აი აქადური გარდამოცემა გვეუბნება, რომ ნებროსმა დაიბარა აბრაამი თავისთან და მოუწოდა მას მშენებლობაში ჩაბმულიყო, ანუ ის მოდგმა, რომელიც მოდგმასაც აბრაამი ეკუთვნოდა, რომელიც უარს ამბობდა იმას აქვია მშენებლობაში მონაწილეობაზე, ნებროთისათვის უკვე აბრაამის ეპოქაში ეს გახდა მიუღებელი. ძალიან ხო დააკვირდეთ ამ გარდამოცემს კიდევ ერთხელ ეს არ არის მინდა წერილისეული უწყება, მაგრამ იმ მახსოვრობის განსაკუთრებულობას, რომელმა მახსოვრობამ გადმოგვცა ეს ამბავი, რომ ნებროც ეშინია აბრაამი მონაწილეობას მიიღებს თუ არ მიიღებს მშენებლობაში. ხო დაუკვირდით რის ეშინია ნებროც. ახლა ეს ერთი კაცი, თუ ამ კაცის გარშემო შეgaერთიანებული პატარა რაღაცა ჯგუფი, როდესაც მთელი იმდროინდელი ერთ ბაგეზე მეტყველი კაცობრიობა ჩაბმულია ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში. ეს ერთი რაც გააკეთებს ამას ამ მნიშვნელობას. რატო აღებებს ასე ნებროც აი ამ უწყების თანახმად. ძალიან საინტერესო და დღევანდელ დღემდე ეს არის მნიშვნელოვანი. ასეთ ტირანებს ყველაზე მეტად ეშინიათ იდეოლოგიური წინამძღვრის. მოწინააღმდეგის. არა იმ მოწინააღმდეგისა, რომელმაც შეიძლება ძალის გამოჩენა დაიწყოს, არა იმ მოწინააღმდეგისა, რომელმაც შეიძლება რაღაცა ესეთი აქტების ის დაიწყოს, რა ქვია, პროვოცირება დაიწყოს, რამაც ფიზიკურად ხელი შეუშალოს მის მშენებლობას, არა იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, აი ეს ისაც ძლიერ აშენებს, ეს უნდა მოისმოს. ეს არის. ხო, ეს არის უნდა არსებობდეს, ამიტომ აბრაამი საშიში, იმიტომ კი არა რომ ამაში მონაწილეობას აიღებს, აბრაამი საშიში იმიტომ არის, რომ იმ იდეოლოგიას, რომელი იდეოლოგიათაც ეს პირველი იმპერიული მშენებლობა ეფუძნება, აი ამას იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება, სულ სხვანაირად უყურებს ამ მშენებლობას. ეს არის საშიში სწორედ ამ უწყების თანახმად ნებროთისათვის. საინტერესო შეიძლება თქვას რატო არ უნდა ააშენონ ის ანუ ეს უტოპიურია და საბოლოოდ რომ მოიტანს გრევის მეც არაფერს არ მოიტანს და კაციშვილობის მეც არაფერს მოიტანს, აი ამას უნდა ადასტურებდეს აბრაამი, რაც მიუღება. აი მაგალითად, ცოტა მოგვიანებით ვიდოდა ეს, მოდი, აი გავაგრძელებ ამ შელობას, თუმცა აქადურისაგან განსხვავებით ბიბლიური გარდამოცემით ეს უარის მთქმელი კიდევ ერთხელ ბაბილონის მშენებლობაში
მიღების არის არა აბრაამი, არამედ მისი შთამომავალი სემი. სემის შთამომავალი ხო, აი ამ ეს ხაზმა აი ეს რასაც მივყვები ამ გადამოცემისთან ახლად ლევან რა ხდება იცი ეს შენებლობა უკვე აი ზენიტშია ასული ანუ ჩართულია ყველა იქ იწყება შეიძლება ებერიც არის და აბრაამიც არის ერთი ხაზია ვინც ამბობს თუ თავისუფლად შეიძლება ახლა თუ ეფრემასოს მოусმენთ ბიბლიას გვასწავლის და ბუდის ეკლესია რამდენ ხანს მიმდინარეობდა თეოდოროს შენობა საერთოდ ერთი გავაგზავნე არის არა ვერ იქნებოდა მე ახლა იქ მიდოდა ლევან მეთქვა მას მოდიოდი სწორედ რომ ჩვენ ეფრემასოს თუ მოусმენთ ეფრემასოს სწორედ აი ამ გადამოცემებთან ქონდა მასწავლა ეფრემასური სემის ცოცხალს ტოვებს აბრაამის მოღვაწეობის შუა პერიოდში ამ დროს სემი კიდე ცოცხალია და ერთმანეთთან აქვთ აი ეს ურთიერთშემხებლობა ანუ ამ ხაზის ამ ნიშნის არსებობა აბსოლუტურ ლოგიკაში ხდება არაფერი არის ისეთი უბრალოდ მე რისი თქმა მინდა მე მინდა ის პოლემიკა წარმოგიგინოთ რომელიც ამ უწყებაშია წარმოდგენილი და ამ პოლემიკის კიდევ ერთი ამ მახსოვრობის კიდევ ერთი საინტერესო ნიშანზე მიგითითოთ აი როდესაც აბრაამთან არის მოლაპარაკება ჩხალებში თავისთავადია ნებროთისა იმართება ნებროთი ეუბნება აბრაამს რომ იმას საქმეს რა ქვია თაყვანისცეს ცეცხლს და აბრაამი ეუბნება რომ ცეცხლს აქრობს წყალი მაშინ წყალს ესთაყვანე წყალი ორთქლდება ანუ წყალი არჩება ხო არის და მაშინ თაყვანისცეს ღრუბელს ქარი მიმოფანტავს აქეთ მაშინ თაყვანისცეს ქარს და მიდის ასე მიდის ბოლოს სად მივა ნებროთი ის მოთხოვნას მოითხოვს აბრაამს საკადურშია კი აკადურში ვის უნდა ესთაყვანე მაშინ აბრაამი თვითონ ნებროთს უნდა ესთაყვანე აქამდე უნდა მოვიდეს ეს აი ნახეთ ორი რამე აქვს ძალიან სიმპტომატური პირველი ნებროთისათვის თავიდან არ აქვს მნიშვნელობა აბრაამი რას წევს თაყვანს არ აქვს ამას მნიშვნელობა რაღაცა შეთავაზებულს უნდა დაეთანხმოს რაღაცა შეთავაზებულს უნდა დაეთანხმოს აი ძალიან საინტერესოა ამ ნიშნით იმ რელიგიის ისტორია რომელი რელიგიასაც წყარო აქვს ღმერთში და არ ადამიანში ხას უსვავ ეს არის ქრისტიანობა ეს არის ისრაელიანობა ქრისტეს განკაცებამდე ქრისტიანობა ქრისტეს განკაცების შემდგომ და ამას ერთმოვა კიდე სახელი სეციერულენსალმში რაღაც სახელია შენახული ჩვენთვის ღმერთს ანუ როდესაც რომის იმპერია დევნის ეკლესიას პირველ სამ საუკუნეზე მაქვს საუბარი რომის იმპერიას ეკლესია არაზუსტად უდევნია დიოკლეტიანემდე მთელი ძალით ეკლესიას ძირითადად უპირისპირდებოდა სამი სხვადასხვა მიმართულება ერთი იყო ბრბო მეორე ინტელიგენცია მესამე სახელმწიფო მანქანა სამივე ერთად ქრისტიანობის წინააღმდეგ დიოკლეტიანემდე არაზუსტად გამოსულა ან ერთი გამოდიოდა ან მეორე ან მესამე აი თავის დროზე სულ თავიდან რომის პოლიციური ძალები იცავდნენ კიდევაც ქრისტიანებს იუდეველი ბრბოს იმისაგან, რა ქვია, აი ამ ამბოხებებისაგან და აი ამ ამბოხებებად კი არ უნდა მეთქვა, ამ რა ქვია, დაპირისპირებისაგან, სადაც ქრისტიანების წინააღმდეგ მიდიოდა მათი მხრიდან ძალიან ესეთი პროვოკაციები. შემდგომ ინტელიგენცია გამოდის და საბოლოოდ სახელმწიფო მანქანა ერთვება. ინტელიგენციას მაშინ. ესენი იყვნენ განათლებული, ანუ ინტელექტუალები, ცელსი როგორიც იყო თქვა და თქვა აი ეს ელიტა, რომელი გადასახადის აღნიშნული მწიგნობრები. ხო, გონაც რომში ეს ამათ ციგნობლები არ ერქვათ, ესენი ბატონო? კი, ესენი, ანუ ეს ელიტარული, არისტოკრატია, კი ბატონო. და უკვე მესამე ეტაპზე სახელმწიფო მანქანა ერთვება. არისტოკრატია როდის უფრო სამხედროს გულისხმობს და აქ საუბარია ციგნობრები. ამ შემთხვევაში საუბარია ის ერუდირებულ ნაწილზე, ელინიზმის გადმოსული ფილოსოფიის მიმდევრებზე და ასე. კი ბატონო. ანუ რისი თქმა მინდოდა მე სად მოვდიოდი, იმიტომ რომ ვინც იურისპრუდენციას შექმნა, ვინც ეს საფუძველი. კი ბატონო, რომის კანონისა და აღუზნებული ბერძნული ფილოსოფია. კი ბატონო. კი ბატონო. ანუ რისი თქმა მინდა მე, რომ აი ეს ისა, აი ეს ურთიერთობა რომის რაც წამოვიდი აბრაამიდან რომის იმპერიამდე საშუალოში ახლა ამის ახსნა მინდა, რომ როდესაც აი ეს იმპერია უპირისპირდება ეკლესიას უკვირთ ქრისტიანებში რამდენიმე რამ დაუკვირთ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ჩვენაც გვჭირდება ახლა ისა ვთქვათ. უწინასწროლისა განსაკურველება დადგა მაშინ, როდესაც რომის იმპერიამ პანთეონში შეიყვანა აბრაამის, მოსეს და იესო ნაზარეველის ქანდაკებები. სხვაგვარად ვთქვათ რა ხნა. აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი. იესო ქრისტეზე თქვა არის ღმერთი. და თითქოს აი აქ უნდა შეწყდეს ქრისტიანის ეკლესიის დევნა. საერთოდ იცოდეთ რომს ჰქონდა ორი პრინციპი, რითაც რელიგია დასაშვები და კანონიერი ხდებოდა. პირველი ეს უნდა ყოფილიყო კვარტომობრივი და მეორე ეს უნდა ყოფილიყო ძველი.
ქრისტიანობა არც ერთი იყო და არც მეორე. ამიტომ ის არაკანონიერად იყო გამოცხადებული და სახელმწიფო როცა უპირისპირდებოდა მას სულ ლოგიკაში შევიდა. მაგრამ აქ საინტერესო შემდგომ, როდესაც ქრისტიანობა თავი გააცნო იმპერიას როგორც რელიგია, რომელიც წინააღმდეგ აი ეს მეთოდები ვერ იმოქმედებდა და იმპერატორს შეყავს თავის იმაში, რა ქვია, პანთეონში იესო ნაზარეველის ქანდაკება, აი აქ ჩდება საოცარი კითხვა. აი აქ უნდა შეწყდეს ეკლესიის დევნა. იმპერიამ იესო აღიარა ღმერთად. რატო არ შეწყდება? ძალიან მარტივი მიზეზის გამო ქრისტიანები მარტო ასწევენ. როდესაც იესო ნაზარეველის ქანდაკება დგას პანთეონში, იესო ნაზარეველის პანთეონში ქანდაკების გვერდით იუპიტერის ქანდაკებაც დგას. და თავად თვითონ იმპერატორი ღვთაებრივი გენიით არის წარმოდგენილი. და როდესაც იმპერიამ შესთავაზა ქრისტიანობას, მოდი იესოც იყოს ღმერთი და იმპერატორიც იყოს ღმერთი, ანუ მე დაგითმო. ახლა ვისი ჯერია ვინ უნდა დათმოს? ეკლესიამ უნდა დათმოს. აი ეს არის ეკლესიის საიდუმლო, ეს არის იმ რელიგიის საიდუმლო, რომელსაც წყარო ადამიანში კი არა ღმერთია. რა არის ეს საიდუმლო? უკომპრომისობა არ დათმობს. მას აქვს ერთადერთი პასუხი. მე კი არ უნდა დავთმო, შენ უნდა დათმო. აი ეს სიჯუტე ახასიათებს მას. და ძალიან თუ აი ამას მივაქვს ყურადღება რომ აი ეს სიჯუტე, აი ეს გაუგებრობა ახასიათებს მას. მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ვთხოვ მათ რომ გულისხმო ამ ნიშნით, რაც უფრო დრო გავა, ეკლესია ამ სიჯუტეს არ დათმობს. ეკლესია იესო ნაზარეველს სხვასთან ერთად არ მიიღებს, ან სხვის სანაცვლოდ არ მიიღებს, ეს გამორიცხულია. ასე ჯიუტი დარჩება ეკლესია თავის წმენდაში. ბოდიში და ქრისტიანობის გაყოფის შემდეგაც იგივე გრძელდება. კათოლიკები ამბობენ, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად წიო, ჩვენ ამბობთ მანდასტანდები ამბობთ, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად. მადლობა საწყისი, სადაც ღმერთია, ალტერნატივობა ამის თქმა მინდა სწორად. და საწყისი როცა ჩემშია, აქ ჩემში შეიძლება ბევრი ალტერნატივა გაჩნდეს. იმიტომ რომ ქმნილება და ქმნილებაში აი ეს რხევები თავისუფლად შესაძლებელია, მაგრამ თუ კი საწყისი, აი ცოტა ისეთი ძალიან არაკორექტული და ცოტა ისეთი მაგალითია, მაგრამ რაღაცნაირად ეხმიერება ბოკაჩოსა აქ იმას რა ქვია, ერთი ქრისტიანი უხადაგებს, კათოლიკე ქრისტიანი უხადაგებს იუდეველს ქრისტეს და პოლემიკა და იმ დონემდე მიიყვანს, რომ აი იუდეველი ინათლება რა უკვე მზად არის მოინათლოს. და იტყვის რომ არ მოინათლებია მანამ სანამ რომში არ წავარდა ქრისტიანთა თავს არ ნახავ. ეს კათოლიკე ხელს შეიქნეს რამდენიმე მუშაობა და რომში წავიდეს რომ შანსი არ არის. და დაანებათ. და მე გარკვეული პერიოდის მერე ეს ქრისტიანი ხვდება ამ იუდეველს და იუდეველი უნდა მოინათლებდა. რომში ყავდიო? კიო, ყავდიო და აი გაუცდება ეს ქრისტიანი. რომში ვიყავი ქრისტიანობა ანაირად მიიღო. აი დავწმუნდიო. თუ ქრისტიანობის თავი ასე დღეშია, არ შეიძლება ეს რელიგია ღვთაებრივი არ იყოს. ვერ დარჩებოდა. ღმერთი უარ იყოს საწყისი ამისი, აი ეს მოსყიდვა ამ რელიგიას, როდესაც ვერ უმშინახო. ანუ ის რა მინდა თქვა. აი ამ უწყებაში, როდესაც ნებროთისა და აბრაამის ეს არის იმ რელიგიის. ეს არ არის ოფიციალური უწყება, მაგრამ განცდა, რელიგიური განცდა, რომელიც დღევანდელ დღემდე მოვიდა. ამ რელიგიას ახასიათებს ასეთი რა უკომპრომისობა. ქრისტეს, ანუ გამოცხადები ჭეშმარიტებას რაღაცის წინ ვერ დავთვალ. იმიტომ რომ შენ მithmობა არ ნიშნავს იმას, რომ მეც უნდა დაგითმო. ამას რა ქვია დღევანდელ დღეს, ან ახვალას და არ ქვია კიდევ უფრო. ექსტრემიზმი. სურჩა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. და ბატონი ახლა ამას ჩავამთავრებ და ყურადღებით მოგისმენთ, რომ აბრაამის ბოლო აი ამ პოლემიკაში გახლავთ სწორედ ეს, რომ იმას ის კი არ აინტერესებს ცეცხლს თაყვანი, წყალს თაყვანი, იესო ნაზარეველის გამოსახულება შეიყვანონ პანთეონში საბოლოო მიზანი რა არის? შენ გაკიწყდეს კავშირი ჭეშმარიტებასთან. ბოლოს მე მცე თაყვანი. გახსოვთ მაცხოვარს. ბოლოს სამი გამოსწორება კრასთავაზოს დაცემული ძალა. ეს ყველაფერი მიქცე შენ და შენ უნდა ქნა. და ეცი და თაყვანი მეცინე. ბოლო მითის ყოველთვის აქამდე. შესაძლებელია რატო იყვნენ მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, რატომ იყვნენ, რომ ის დიდი მამები, ის დიდი მოღვაწეები ერთი იმის გულისვისაც თავს წირავდნენ, არ თმობდნენ, რატო? იმიტომ რომ იმ ერთში ხედავდნენ ძალიან დიდ ასე ქვია, უბედურებას იმ ერთის დათმობაში, რადგან ის ერთის დათმობა იყო ქრისტეს გვერდით სხვა ქრისტეების გაჩენა და მათთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ აი ეს მათ ჭეშმარიტებამდე არ მიიყვანდა. აი ეს აქადური გარდამოცემა, რომელიც აბრაამს ამ ნიშნით გვასწორებს. ბოლოში გვეუბნება საოცარ ამას,
რომ ამ პოლემიკამ მიიყვანა ნებროთისა და აბრაამის ამ პოლემიკამ ნებროთი გააღიზიანა და როდესაც უთხრა მე მეცი თაყვანი იმაში აბრაამი ეუბნება შენ არ ხარ ღმერთი და არ ცემ თაყვანს ღმერთ შეუძლია ზია მოიყვანოს აღმოსავლეთიდან და ჩაიყვანოს მაბათეთ ღმერთს ვისაც უნდა აცოცხლებს და ვისაც უნდა კლავს აბრაამი ეუბნება ნებროთი უპასუხებს მეც ასე მოგექცევი მინდა ცოცხალს დაგტოვებ მინდა მოკლავ და მინდა გიმტკიცებ რომ მე ვარ ღმერთი აქაც ძალიან სიმპტომატურია რომ ნებროთისათვის თავისი ღვთაებრივი ჩხალებში დიდებულების დამადასტურებელი ერთადერთი მოტივი არის ძალმომრეობა აბრაამზე სწორედ ის რასაც არაკეთებს იესო ნაზარელი რომელსაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირსება აქვს როგორც კი ძალმომრეობის გამოვლინება იწყება იქ ღმერთი იკარგება იქ ღმერთს არანაირი ადგილი არ აქვს ერთადერთი გზა გამარჯვებისა არის არა ძალმომრეობა რაც ღმერთს არ უკეთებია არამედ ის რაც ღმერთმა აკეთა ეს არის მოწამეობით ანდა შენი იმით რა ქვია წმენით დაამტკიცო ჭეშმარიტება ძალიან სიმპტომატურია რომ ამის შემდგომ ეუბნება აბრაამი როდესაც აი მოკლა იმაზეა საუბარი რომ აბრაამი ეუბნება რომ ღმერთს მზე ამოყავს აღმოსავლეთიდან და ჩაყავს დასავლეთში შენ თუ ღმერთი ხარ ამოიყვანე მზე დასავლეთიდან და ჩაიყვანე აღმოსავლეთში და თავისთავად ამ პოლემიკის ბოლო არის ის რომ აბრაამს შეაგდებენ გახურებულ ღუმელში იქ უნდა დაწვა ური სიტყვა ური საიდანაც აბრაამი იქნება გამოხმობილი სიტყვა სიტყვით რო თარგმნოთ ქართულად ნიშნავს ღუმელს ქურას და როდესაც აბრაამი აბიმელექ მეფეს ეთქვის როდესაც ღმერთმა ამახეტიალა მამაჩემის სახლიდან ანუ ღმერთმა გამომიყვანა ექვემოს ქალდებელთა ურიდან შეგვიძლია ჩვენ ეს ასე ვთარგმნოთ როდესაც ღმერთმა გამომიყვანა ქალდებელთა ღუმელიდან ქალდებელთა ქურიდან და ეს გარდამოცემა ძალიან ეხმიანება ამ ამბავს რომ ღმერთმა მოკიდა აბრაამს ხელი ამ ცეცხლიდან ამ ქურიდან ამ ღუმელიდან გამოიყვანა და სწორედ აქედან იწყებს ბიბლია საუბარს აბრაამზე აბრაამის ახეტიალებაზე რომ აქედან აბრაამი იწყებს სვლას იმ გზაზე რომელიც გზასაც გააყენა ის ღმერთმა თუმცა იგივე იუდაურ წიაღში წარმოდგენილი გარდამოცემა ჩვენ გვეუბნება იმასთან გვესაუბრება იმასთან დაკავშირებით რომ აბრაამმა ცეცხლში დაწვა ის სასახლი, რომელიც სახლში ცხოვრობდა აწყვეტთაყვანისმელი მამამისი და მისი ძმები და აი ამ ცეცხლში, აი ამ ცეცხლიდან, ამ ცეცხლმოსილი მიდან გარემოდან გამოსულია ის. აბრაამს ერთი ძმა ცოცხალი არ ყავს, ორი ძმა ყავდა, მას ნახორი და ხარანი არ ყავს ცოცხალი და იგივე გარდამოცემა გვეუბნება იმას, რომ ხარანი შევარდა ამ აელვებულ სახლში კერპების გადასარჩენად, მაგრამ ამ ცეცხლში იქნა შთანთქმული. მეორე მიმართულება იტყვის, რომ აბრაამი როდი ირხილა ამ ხარანმა დამაცმამ რომ როგორ ღმერთმა როგორ გამოიყვანა ცეცხლიდან თავისი კერპების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თვითონაც აელვებული მასში შევიდა კერპებით მოცულა აელვებულ სახლში შევიდა იმის დასამტკიცებლად რომ კერპებით იხსნიდნენ მას მაგრამ ცეცხლმა დაწვა კერპებმა ვერ იხსნეს ისინი და ასე დაეღუპა თერახს თავისი ერთ-ერთი ვაჟი ძალიან საინტერესოა ისლამი, რომელიც ყურანში საუბრობს იბრაჰიმზე, ეს არის იგივე აბრაამი, სადაც აბრაამი, ანუ იბრაჰიმი წარმოდგენილია საქვია ღმერთის მაძიებლად. ჩვენ ისუნავეს სიტყვები ბიბლიიდან მიგვითითეს მეგობრებო იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამის წინაპრები მართლა აბრაამის მამაც კი საქვე თერახი, რაც მთვარის კულტის თაყვანისმცემელს დანიშნავდეს და მთვარის კულტი ნანას სახელით იყო ცნობილი, ამ ნანას თაყვანისმცემელი უნდა იყოს ის, აი ამ იბრაჰიმს აქვს მეძიებლობა ღმერთისა, იმისთვის ღმერთი ხან ვარსკვლავია, რომელიც მოწყდებაცას და იბრაჰიმი იტყვის, რომ ვარსკვლავი ვერ იქნება მისი ღმერთი, ხან არის მისი ღმერთი მთვარე, რომელიც ჩაცხრება და იტყვის, რომ მთვარე არ არის მისი ღმერთი, ხან მისი ღმერთია მზე, რომელიც დაბრუნდება და იტყვის, რომ მზე ვერ იქნება მისი ღმერთი, ბოლოს იბრაჰიმი მივა მამასთან და იტყვის, ხოი მამა, მე ვერ ვიქნები მონაწილე შენი ხალხის ცნობილებისა, არც ვარსკვლავია ღმერთი, არც მთვარეა ღმერთი, არც მზეა ღმერთი, ამით ღმერთი არის ის, რომელმაც სამყარო შექმნა და არის უხილავი. მეგობრებო, ყველაფერი ეს რაც გაუწყეთ, რაც ბიბლიური უწყების მიღმაა და რაც გარდამოცემებში და ამ უწყებებშია წარმოდგენილი, ერთ თლიანობაში რომ შევკრათ ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება, შეესადაგება და კარგად გვიხასიათებს იმ თხრობას, ნათხრობაც უკვე ბიბლიაშია წარმოდგენილი, ნათხრობაც საეკლესიო ეგზეგეტიკის ობიექტად იქცა და შესაბამისად ბიბლია სწორედ აქედან გვეუბნება ასეთ რამეს, რომ თერახი გადადის ქალდებელთა ურიდან ხარანში და მას მიყვება აბრაამი, აბრაამთან ერთად მიდის მისი ცოლი სარა და აბრაამის გარდაცვლილი ძმის ხარანის შვილი ლოთი.
მესამე ძმა ნახორი რჩება აქ, თუმცა ცოტა მოგვიანებით ისიც გადავა ხარანში, ანუ დღევანდელ მცირე აზიაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა და აქ მოიყრიან თავს. ახლა რა მინდა გითხრათ? თუ კი ჩვენ ივანე ოქროპირი რასაც აკეთებს, იმას ამ გზას გავყვებით და ამაში არაფერი ამაში მიუღებელი ძალიანაც კარგია და დავაკვირდებით ისო თერახი გადადის და აბრამი უბრალოდ მიყვება რომელ ვერსიაში ისლამში? არა, ეს ბიბლიაში ასე იკითხება ოქროპირი ამ ბიბლიასთან ერთად კითხულობს სტეფანე პირველი უწოდებული სიტყვასაც და იქ ამბობს, ასეთ საოცარ სიტყვებს. მამა შვილი კი არ გაყვა ბაბას, მამა გაყვა შვილს. ინიციატორი არის არა თერახი, მაგრამ ინიციატორი არის აბრაამი. ამაზე ხაზგასმით ამბობს ივანე ოქროპირი და ძალიან საინტერესოა უწყება და რატო? მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ ხარანში გარდაიცვალა თერახი. გარდაიცვალა აბრაამის მამა და აი აქ ღმერთი ეცხადება აბრაამს და ეუბნება ასეთ სიტყვებს. დატოვე მამა შენის სახლი, შენი მეთსაობა, შენი სამშობლო და წადი, სადაც მეკეთვე შენ. მეგობრებო, ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორედ აქედან იწყებს ბიბლია, აი ამ მომენტიდან იწყებს ბიბლია გაცნობას, ჩვენს გაცნობა, აბრაამის გაცნობა, სანამ მამა ცოცხალია, მანამდე მათე მახარებელმა ქრისტეს გენეალოგია უნდა დაიწყოს არა აბრაამ შვა ისააკ, არამედ უნდა თქოს თერახ შვა აბრაამ. არა, უნდა დავიწყოთ მაცხოვრის გენეალოგია აი ამ გამოცხადებით, აბრაამი ასე აკეთებს სწორედ. ლუკა კი გადავა თერახზე, მივა ებერზე, მერე გადავა სემზე, მივა ადამთან, ბოლოს ღმერთს იტყვის კი, ლუკას ხაზი სხვა ხაზია, მაგრამ მათემ უნდა დაიწყოს აბრაამის რატო აი აქ ბიბლია იწყებს თხრობას რის შესახებ. მამამ თავის, მაგრამ ხაზი მესიანური ხაზია. აი აქ თუმცა ეს მესიანური ხაზი ლუკას თუ მოსმოთ ადამიდან მოდის, თავის დავაცხადებ. მაგრამ რატომაც დავითის თქმა უნდა მათეს, ეხლა მას ბოლომდე არ მომულ დავითანობილოთ იკუთვნით. ასე არ აქვს ახლა ამის თქოს, დავითს კარგად უნდა გავეცნოთ და ამიტომ მათეს ჭირდება ის გამოცხადება სწორედ. წამოდი ყველაფერი დატოვე. ვინაიდან ვიღაცა ისეთი შობაზე დაგველაპარაკება მათე მახარებელი, რომელსაც წარმართით უნდა გაყვეს ერთი პირობით. უნდა წამოვიდეს აბრაამით, უნდა დატოვოს ყველაფერი რაც აქვს და შეუდგეს და გაყვეს ისე როგორც აბრაამი გაყვა იმას საქმეა ღმერთს. ჩემი კითხვა რაში არის? როგორც თქვენ თქვით, აბრაამის მამა არის წარმართი. შესაბამისად ის ხაზი რაც დაიწყო ადამიდან, როცა უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან, სადღაც გაწყდა და ამ ადამიანს უკვე ეს ტრადიციის და სწავლების სახით კი აღარ ეძლევა, ის თავიდან პოულობს ამ ღმერთს. თქვენი კითხვა არის ძალიან საინტერესო კითხვა და ასეთი რამე მინდა გითხრათ. ზოგადად წარმართობა, რომელიც არის ადამიანური დაცემული გონების გამონაკონი, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ წარმართობაზეც მარტო ასე ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ადამიანურია. აქ პრობლემა არის, რომ პრობლემა რა არის, იცით? ადამი როცა 60-დან გამოდის დაცემული ადამიანს გამოაქვს ხსოვნარი ადამიანს ამნეზია კი არ მართება. ადამიანს გამოაქვს ხსოვნარი ღმერთის შესახებ, რომელიც ღმერთსაც ეთაყვანებოდა 60-ში. ვინ არის ეს ღმერთი? ყოვლადწმიდა ადამა იცის, რომ ღმერთი არის ყოვლადწმიდა სხვა გამორიცხული. რას შეშტავს ღმერთის სამება, ეს საკითხის მეორე მხარეა. ღმერთი რო სამება ეს იცის. აი ამ ადამიანის ამ ჭეშმარიტი რელიგიური ცოდნის ნამსხვრევები დამახინჯებული სახეა წარმართობა. მრავალღმერთიანობა აქედან მოდის. სამების ცოდნით დაცემული გონების განმარტებით. ანუ წარმართობას როცა ვსაუბრობთ ჩვენ, წარმართობა ეს არის დამახინჯებული რელიგიური, მაგრამ ის ეხნობა რაღაცა ისეთ მოგონებას, რაღაცა ისეთ აზრს, რომლისაგანაც ეს დამახინჯებული რაღაცა მიიღო კაცობრიობა. ანუ ყველას აქვს მახსოვრობაში თქვა ამბავის სისხლის შესახებ. რაღაცა სისხლია, აი თვითონ შეიძლება მანახოთ მე წარმართული კულტი, სადაც სისხლიანი სხვა შეწირვა არ არის. არა ესეთი. მოდი მეორეს გეტყვით. ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით, რომ დავწერთ საკითხი ამასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ თქვენ? აი ცხოველის თავი დამალება, იყო ადამიანის სხვა შეწირვა, ხო? როგორ ფიქრობთ, რომ ვის წირობთ? ყანაში გლეხ შეუვარდებოდნენ და იმას წირობდნენ, არა. სისხლი უნდა ყოფილიყო ძვირფასი. ამიტომ დიდგვაროვანი შვილს წირობდნენ. ყველაზე დიდი დიდგვაროვანი ვინ იქნებოდა? მისი შვილი იქნებოდა. მეფის, უცებოდ. მეფის შვილის შეწირვა, ეს იყო
ზენიტია. ტროას ამბავში რომ ყველგან არა მარტო ტროა, ყველგან სადაც მეფის ძე იწირება, ამაზე დიდი ღვთისმსახურება, მათთვის ღვთისმსახურება არ არსებობს. რატო მეფიშვილი როა იმიტომ? მან არის ერთი დეტალი კიდე. მეფე ვინ არის კიდე? კარ წარმართებში. უზენაესი? კურუმ. ანუ იწირება მეფე კი არა, ვინ იწირება იმასთან ერთად? უზენაესი მღვდელი. ანუ ყურადღება მიაქცი, აი მაგალითად პარალელური ისა. როდესაც იყო ასეთი რამ კულტივირებული, როდესაც ქურუმები დადიან და ისერავენ იმას. რატო ისერავენ? ზოიტკინოთ იმიტომ, არა ტკივილის გულისთვის არა. ქურუმის სისხლი უნდა გადმოვარდეს, ვინაიდან ეს სისხლი განსაკუთრებით ასმენინებს ღმერთს თხოვნას. ეს სისხლის შესახებ, აი ესე იყო გასული, ამიტომ როდესაც წირავენ ადამიანს დიდგვაროვანი ის კი არ იყო უფლებები რო ქონდა, დიდგვაროვანი ის იყო მოვალეობები რო ქონდა. დღეს ეს პირიქით არის. დღეს ვიღაცა ის როა ვფიქრობს, რომ აი ბევრი უფლებები რო ეკრება, უფრო არა პირიქით. იქ რაც უფრო წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო, რაც უფრო დიდი იყო, დიდი პასუხისგებლობების მქონეს გულისხმობა, ამიტომ შეწირვა როცა იწყებოდა, შეწირვა ყანიდან ვიღაცა შვილის კი არ იწყებოდა, ის იწყებდა შეწირვას. დიდგვაროვნებს უნდა დაეწყოთ ეს ყველაფერი. მათგან გამოდიოდა ეს ყველაფერი. რატო ვაყობდი ამას, ნახე? სისხლის განსაკუთრებულობა გულისხმობდა იმას, რომ ღმერთს ყველა სისხლს ვერ კადრება. და როდესაც იესო ნაზარეველი ხრის სისხლს და მოდიან მოციქულები და წარმართებს ჩვენ გვიქადაგებენ ასეთ ამბავს. ჩვენ და სხვებს. მინდა ყოლო სისხლს ამბობ. მისმოწევა. ღმერთის ძა. ამიტომ წარმართებისათვის ყოველთვის ტიტივებდა რომ რაღაცა ეს თუ მართლა ასეა, რაღაცა განსაკუთრებული მსხვერპლია შეწირვა. ვინაიდან მეფე როდესაც თავის უფლისწულს წირავდა, სამას გულისხმობდა რომ განსაკუთრებული სისხლი და ღმერთის შვილი რო სისხლს დაგულის, ღმერთის ძე რო სისხლს დაგულის, ამაზე დიდი სისხლი ვერ იქნება. ანუ რაღაც არქეტიპული ამბავია, რომელიც საერთოდ ამითიც კი ბატონო, ჩვენ მერე ვისაუბრებთ, როგორ ფიქრობთ, იესო ნაზარეველის ძვალი რატო არ უნდა გადაწყვეტეს? რატო არ უნდა გადაწყვეტეს? ცხვრის ძვალი რო არ უნდა გადაწყვეტილიყო იქა, ხო? პირიქით ეთქვა ღმერთს საპასექო იმაში, რომ დაამტვია ძვლები და იონე მახარებას დაეწერა. აი სწორედ ახსნდა ნიშანი არა ძვლის შეუმუსრველობით, არამედ ძვლის შემოსვლით. ღმერთის ხელში არა, რომელსაც უნდა იმას დაადგეს. რატო ფიქრობთ? მე გეტყვით თქვენ. ძვალი რატო არ უნდა გადაითხოვოს? წარმართებს ხონდათ ეს. ერთ-ერთი კულტი ზოგადად წარმართული რელიგია ეფუძნება და წარმართული რელიგია იკუბება მიწათმოქმედების, იმის რა ქვია, მომთაბარეების და მონადირეების საქმიანობით. აი, ამათგან აშენდა, ამათი საქმიანობით აშენდა. ერთ-ერთი შემადგენელი მონადირეების კულტისა. მონადირეების კულტმა ყველაზე დიდად გამოყვება წარმართული რელიგია. მერჩაელიადი არის ძალიან დიდი რელიგია ცუდე და ის აქცევს ამას ყურადღებას. აქვია, აი მონადირეს ეკრძალებოდა ცხოველს, რომელსაც მოკლავდა, იმის ძვალი დაემტვია. ეს ძვლები შეუმუსრავი უნდა დაემარხა, რატო? ძვალ შეუმუსრავი მიწიდან ამოვა და აღდება გაცოცხლება, სიცოცხლის სიმბოლოა, ძვლის გაუტეხება. აი ეს შემოაქვს ღმერთს მოსესთან რომ ეუბნება ცხვრის ძვალი არ გადაამტვიოთ. და როდესაც ჩვენთან ქადაგებენ, წარმართებთან უაქვთ ეს ამბავი, რომ მისი ძვალი არ შეიმუსრა, ჩვენ გვახსენდება გესმის, აი ეს ალუზია გვაქვს, რომ ძვალი არ შეიმუსრა, ღმერთმა თავისი შვილი შესწირა. და უფრო გასაგები ხდება, გესმის, რაღაც ამ კუთხით უსმენთ ჩვენ ამას. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ეგრევე ეს წარმართობა ესევე გადავაგდეთ და რაღაცა ისეთი მაგრები ვართ, რომ შევეფეთეთ ამ ჭეშმარიტებას, არა? არა, თავისთავად ანდრიას რაღაცა ისეთი უნდა ეთქვა ჩვენთვის. ჩვენ გასაგებენაზე უნდა მოეყოლა ეს ყველაფერი. და მოგვიყვა. წარმართობაში იყო წარმართობა და იყო მართლობა. მართლმსარებლობა. ჩვენ მართლობიდან მოვიდოთ, არა წარმართობიდან. საიდან მოვიდოთ? ძველდროში მართალი ვინც იყო, ის გახდა ქრისტიანი, არავინ წარმართობა. არა, მართალის ტერმინი, თქვენ მართალის ტერმინი არ ვიცი საიდან მოგაქვთ, მაგრამ მართალის ტერმინია. არა უჯულოები. არა. ყველა სამყაროში ვარ მოხდა ძველი ხალხი. არა, ჩვენ წარმართები ვიყავით. მე არ ვიცი თქვენ ბატონები. წარმართები ვიყავით, აბა თქვენ ლაპარაკობს სოფლიოდინ. არა, ჩვენ წარმართები თარიღცენდით თაყვანს, ხარისხულს ვცენდით თაყვანს, რა ვიცი, კაცი გაიმით. ჩვენ არა, ზოგადად მე წარმართული რელიგიის ამ ბუნებაზე, იმიტომ რომ კითხვა სწორედ აქედან იყო დასმული. ჩვენც ერთ-ერთი შემადგენელი ვიყავ, უბრალოდ კავშირში არის მართლი ხალხი და არა წარმართები, ამას მაგის. წარმართები კავშირში ერთად იყო ინტრასტები. ხო, აი არ ვიცი.
ხო არა, მე რას გეუბნებით, იცით, იმიტომ რომ მე ტერმინი მართალზე იმიტომ ჩაგეძიე და ჩაგეკითხეთ, რომ ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივი წარმართები, არავის უკეთესი და არავის უარესი და წმინდანი რო აქ შემოდის ამათთან ელაპარაკებს, ხო, საერთოდ შემოსვლა ისეთი სურათი ხდებოდა აქ. კაი, ამას თავი დავანებოთ. ეტიმოლოგიურად, როდესაც სხვადასხვა წარმართის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია არის წარსულში მართალი და მე ვიცი რომ რაღაც გულისხმობს, მაგრამ ორი აზრი არ არის, ჩვენ ისეთივე წარმართები ვართ. წარმართები ვართ, ჩვეულებრივი წარმართები ვიყავით. ერთი კითხვა აქვს, თუ შეიძლება ა ა აბრაამის სახელში ერთი ასოს ჩამოდება რას ნიშნავს და რას ნიშნავს ეტიმოლოგიურად აბრამი და მერე აბრაამი. მრავალთა მამა და მრავალთა მორწმუნეთა მამა. ჩამატებული მრავალთა მორწმუნეთა მამა. ეს მრავალთა. პირველი არის მრავალთა მამა. მრავალთა მამა. მეორე არის მრავალთა მორწმუნეთა მამა და ეს ერთი ასო შვება ამას ეტიმოლოგიაში. ეს ასო ის ასოა რომელიც როდის ემატება ეს ასოა. ახლა ჩვენ მივალთ ამას ისაკის მე. ერთი წუთით არა ისააკის შობამდე ჩვენ მივალთ აქ მე უბრალოდ ჩემი დღევანდელი ლექციის თავარი ჩემი მე მინდა ეს ღმერთი მატებს ამას ღმერთი მატებს და სარასაც შეუწყოს სახელმწიფოს იმასთან რომ ჩემი დღევანდელი აქ შეხვედრის ისა რომ აბრაამზე ბიბლიაში დაწერია იმას კი არ ვისაუბრებ აბრაამს გავეცნოთ ზოგადად რომ ბიბლიაში დაწერია ამას მე უნდა ამასა თელი თავები უნდა გადავიაროთ ამასთან დაკავშირებით ეს კაცი რამენერა ძალიან ახლოს უნდა გავიცნოთ ხა რა მინდა გითხრათ ხო ამის თქმა მინდოდა გესმით რომ ანუ აბრაამიც ასევე მზეს უყურებს თვალებს უყურებს მაგრამ ჩვენ მე ნახავთ აბრაამის და ეს ვერ ნახავთ მაგრამ მსგავს მაგალითებს ნახავთ რომელიც გადამოცემა რაღაცას მაუწყებლობს და წმინდა წერილი ადასტურებს რომ ის წესი წარმართი უნდა იყოს მაგრამ ამ წარმართობაში დაიწყო რაღაცის გამოძიება და მივიდა დასკვნამდე რომ ეს ვერ იქნება ჭეშმარიტება აქ რაღაცა სხვა უნდა იყოს თუმცა არის ერთი თუმცა აბრაამის ეს ახეტიალება სიტყვა ახეტიალების იმიტომ დავიწყებ ეს ლექცია ახეტიალება არის ის რაც მას მიახეტიალებს იმ გამოცხადებასთან ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ აქ არც სასახად ნოუ-ჰაუ აქვს ამ ადამიანს და არც სასახად მარტო ტრადიცია ანუ ტრადიციისა და მისი ძიების ერთობლიობა გამოდის აი მეორე ტერმინი რომელსაც თქვენ ახსენებთ და რომელსაც მე ხაზი უნდა გაუსვა იმ შემთხვევაში გვერდზეც თქვი დავწერე რომ ეკლესია ტრადიციული კი არა მაცხოვრებელია ჩვენთვის ეს მაცხოვრებლობა ტრადიციად იქცა მეთქი რომ არ შეიძლება ჭეშმარიტება განიხილოს როგორც ტრადიცია როგორც კი ამას როგორც ტრადიციას განიხილა მომენტალურად დაკარგავ მას აი მაგალითად მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ვისთანაც ეს თქვა სამისოთ სიტყვა დაიძრება რომ აი რატო ხარ ქრისტიანი და ჩემი მამა პაპა იყო ქრისტიანი დიდი ბუდიში შენი მამა პაპა საერთოდ იმას არ მასწევდა თავს და ნაკლები ვაშკაცები იყვნენ ქრისტიანი შენ მამა პაპის გულისთვის თუ ხარ შენგან არ გამოვა არაფერი აბსოლუტურად ბუდიში შენობის რომ მოგმართო შენ კი არ მოგმართავ მაგრამ ზოგადად ამას აყოლებ იმიტომ რომ მე როცა ქრისტიანი ვარ იმიტომ რომ მამა პაპა იყო ქრისტიანი ჩემში ქრისტიანობის დატამალი აღარ მე ქრისტიანი ამიტომ არ უნდა ვიყო გვარტომობრივი არ არის ამიტომ მეუბნებ ნათლისმცემელი ინერციული არ არის არავითარ ამიტომ მეუბნებ ნათლისმცემელი უდევოდ ჩვენ აი ბატონ გურომ არ ვთქვა ტერმინ მართალს მე უკვე ჩვენი ლექციების ბოლოს შემივიდით ამ ტერმინ მართალს სულ სხვა კუთხით წავიკითხავთ ჩვენ ნახავთ ეს ტერმინი სადამდე დაიღება ეს რას მართალი ლათინურში ტრადირე არის გადაცემა გარდამოცემა ქართულად ტრადიცია ითარგმნება როგორც გარდამოცემა აქედან გამომდინარე ჩანს რომ გარდამოცემა შეიძლება ამთუხაროდ იყოს ნებისმიერ მამაშვილს შეიძლება გარდამოსცეს უწმინდურობად სივილს ჭეშმარიტება უფრო მაღლა ვიდრე გარდამოცემა ხო არსებობს წმინდა გარდამოცემა რომლის ამას ეკლესია ინახავს წმინდა წერი ამას ეკლესია ინახავს ვლადიმერ ახლა ვიქალბატონ მოგისმენთ ვლადიმერ ლოსკიანოს გარდამოცემის არსებობა ეკლესიაში ერთიურად ადასტურებს იმას რომ ეკლესიაში მოქმედებს სული წმინდა იმიტომ რომ ახლა უბრალოდ რომ აი მე რომ ლევანს უთხრა რაღაცა რომ მამაოს უთხარი მეთქი მამა ანდრიას უთხარი მეთქი მე მამა ანდრიას მამას სადღაც ბოლოს ბუჭდას ხო და ერთი ორი ხო აქ კიდე უცვალებია ხო და აქ ვერ იცვლება აი ვერ დაიტოვა ხო რა არის ძალა რამაც არ უნდა შეცვალოს აი ვიღაცები კამათობენ ღვთისმშობლის წოხტელომასთან ვიღაცები აქილიკებენ ვიღაცები დასი ამას თავი დავანებენ თვითონ ფაქტი რომ შეუყვნელად მაცხოვრის კვართის ფლობის ღვთისმშობლის წოხტელობის შესახებ ამ ერთობამ შეინახა არ დაუცინია არ დაუკარგია არ დაუწვია არ გადაუღდია რაზე მეტყოლებს მეტყოლებს იმაზე რომ მე კი არ მინახავ ამას რაღაცა უფრო მეტი ინახავს ამას ჩემში კონსტანტაზე რაღაცა უფრო მეტი ინახავს ამას ჩემში და შენ როდესაც დღეს ამას დასცინი შენ შეიძლება არ ჯეროს შენ პირად იცმარ როცა დასცინი
როდესაც შენ მას აქივიკებ. შენ ახლა უკვე შენ გინდა თუ არ გინდა, შენ უკვე დგები იმ რიგში, რომელიც აი ამ მახსოვრობის ძალას, რომელიც ადამიანური არაა, ადამიანის მიღმა ინახავს და ამას აქ აჩერებს. ბოდის გიხდეთ ის. გიურგიაც იკითხავს უბრალოდ ადამი და ევა რომელმაც იცოდნენ ღმერთი. აი ეს თავში ცოდნა ვერ შეინახეს ბოლომდე ვერ გადასცეს ვერა. თუ ბოლომდე არ იცოდნენ თვითონაც ეს იგი შეცდომა. ღმერთის ბოლომდე შეცდომა არის წარმოუდგენელი. ცოდნა ვერ გადასცეს. ცოდნა რაც ჰქონდათ, მაგრამ ამ ცოდნა ვერ შეინახა. აბელმა იცოდა, კი, როგორ არა, აბელს გადასცეს. სეიდს გადასცეს, ნოეს გადასცეს, სემს გადასცეს, როგორ არა, მაგრამ რაც დრო გადის, ეს მახინჯდება და მახინჯდება რა, ყურადღება მახინჯდება რას ნიშნავს? მახინჯდება სივრცეში, მაგრამ არა იმ წლებში, რომელიც წელს თავის უსწავს ღმერთს. ქრისტიანული პერსპექტივა როგორია? ბოლოს რა მოხდება, რას ამბობს ბიბლია? ანტიქრისტე. ბიბლია არ ამბობს ანტიქრისტე ვერ მოვა. პირიქით ბიბლია ამბობს ანტიქრისტე მოვა. რატომ მოვა? იმიტომ მოვა, რომ შენ არ ჩუნდება სადღაცა ძალიან იმაში, თორე აი სივრცეში, აი ამ სიმრავლესობაში ეს მაინც თვითონ ღმერთი მოვიდა. ღმერთი პროგრესი არის რეგრესი. აუცილებლად ბოლოს რეგრესი იყო, წარკვდა მე ეს განმეორდება, ეს აი ის მითხრა გითხრათ, ვერ გადასცეს ამას ვერ გადასცეს, როგორ ვერ გადასცეს. აბრაამამდე თავიდან და კი, მაგრამ ვერ შენარჩუნდა გარდა იმისა, რაც ღმერთმა თვითონ სათავისო გამოგა პროგრესი ხო იყო ქრისტეს მოსვლა, ვიდრე ვთქვათ, სამე ხო და ბატონო გურა, არა, ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ პროგრესი თუ არის პროგრესის ინიციატორი, კაცობრიობა ვერ იქნება პროგრესის ინიციატორი ღმერთია. ვერ იქნება, იმიტომ რომ როგორც კაცობრიობა ინიციატივას აიღებს, ხელში იწყებს გრევას. უბრალოდ შენება სულ ბაბილონის ზოდაში. ხო და ის გრევა მაგ ძველ ეგვის გულისხმობს, ის ბოლოს გრევაა, იმიტომ რომ утопия თავის თავში გულისხმობს რაც დაიწყე ეს ღმერთმა იმასაკრა იმას კი ანიშნავს ღმერთი ჩამოვიდა მართალზე გაგოს წყლიპორტი კრა და იქ რაღაცა ეს ასე ანიშნავს უბრალოდ შენ თვითონ შენი საქმის გრევას დაიწყე არ გამოგივა შენ თვითონ утопიურია შენი სისუსტე ამას ვეღარ გააკეთებს ერთადერთი სადაც მე შემიძლია რაღაცის რეალიზება შევძლო ეს არის მასში როდესაც ჩემში მოქმედებს ძლიერება სადა ჩემში არ არსებობს ძლიერება თუ ენერგია არ შემოვიდა ეს არის მადრისული საწმიდისა ინიციატორი პროგრესისა შეიძლება მხოლოდ ღმერთი იყოს. დიახ, ქრისტეს მოსვლა იყო პროგრესი. რატო? იმიტომ რომ ადამიანში არტებს, ეს არის ღვთაებრივი ინიციატივა და იმიტომ, თორე ადამიანური ინიციატივა თავისთავად ხარდიან გრევისკენ მიდის. ახლა ჩვენი დღევანდელი ლექციის მიმწუხს ერთგვარი რეზუმირება მინდა გავაკეთო იმასთან და დაკავშირებით რომ აბრაამი დაიძრება ხარანიდან და ჩამოვა აი ტერიტორიაზე, რომელი ტერიტორიაზე ჩვენ ამას შემდეგ შეხვედრაზე მოვალ დავიწყებ საუბარს, ამას შევეხებით უბრალოდ რისი თქმა მინდა. ანუ ხარანი ძმასაც ქვია და ადგილსა. აი მაგოდივარ, აი მაგით მინდა დავასრულო. აბრაამის ოჯახის გარშემო, აბრაამის მოდგმის გარშემო არსებული ყველა სახელით, ანდა თითქმის ყველა სახელით. მცირე აზიაში ნაპოვნია ქალაქები, რომელსაც იგივე სახელები. პარადოქსი ერთგვარი, მაგრამ აი ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია ასევე ქალაქი ური. არა ეს ური, რომელსაც მეუთითებენ სპარსეთის ყურესთან. არამედ აქ მცირე აზიაშია კიდევ ორი ქალაქი ური ნაჩვენები. მეგობრებო, ბატონო? და ური მე სინონიმი ხდება სემიტურენებში ქალაქი, როგორც ასეთი. კი ბატონო. ახლა ისე თქვა. და ქართულში ური ბოლოს არტი ნიშნავს სადაურმას. ინგლისის არქეოლოგია, ინგლისური ექსპედიცია, არქეოლოგიური ექსპედიცია, მაინც ყველაფერი იმას აქვს. ძალიან საინტერესო აზრია გამოთქმული ბიბლიურ მეცნიერებაში, არქეოლოგიურ მეცნიერებაში, რომელსაც მე არ გავყვები თავისთავად ცხადია, მაგრამ ამას გეტყვით. მეგობრებო, წარმოვიდგინეთ რუკა ხო სპარსეთის ყურე, აქ ზემოთ მცირე აზია და ქვემოთ პალესტინა. აბრაამი მიდის და ესეთ რაღაცას აკეთებს. იმ დროს, როდესაც აქედან აქამდე არსებობდა საქარავნო გზა. ხო და რატო არ მოდის ეს ამ გზით და რატო აკეთებს ასეთ ხედია? ამიტომ აი ნემა ამბობენ, არის აზრი, როდესაც გავრცელებული არა. გამოდის არა ამურიდან, არამედ გამოდის ამურიდან, მცირე აზიის სულიდან და ჩამოდის. აი ასე გადასვას აზრი არ ქონდა. რატომღაც აი ესე გადადის, რადგან ასე გადადის, მიუთითებენ რომ შესაძლებელია ეს ქრისტეს შობამდე მე-20 საუკუნეში
ზოგადად ხდება სემიტური ტომების მიგრაცია. რაღაც ამ მიგრაციაზე იყო საუბარი, მაგრამ აბრაამი, როგორც ეს ბიბლიაშია დასახელებული, აბრაამს აი ხარანიდან გამოყავს ღმერთი და მოყავს სიქემში, ანუ იმეს რა დღევანდელი პალესტინის ტერიტორიაზე. ახლა რა მინდა თქვა? ივანე ჯავახაშვილის ეთნოგენეზისი, ქართველთა ეთნოგენეზისის უკავშირდება სწორედ ამას, რომ აქედან არიან შემოსულები კავკასიაში, აი ეს მოსხოსები, აქედან არიან შემოსულები და აქედან სახდებიან მცირე აზიური ურიდან. მართლაც თუ დაუკვირდები ჩვენ სიმღერაც აქვს, ხო, ურიელი ვარ და ეს ური რაც არის, ხო, ეს ყველაფერი ძალიან ახლოს დგას იმასთან, რომ ჩვენ მათთან რაღაცა შესაძლებელია აი დღეს ასეც გვიტო დალაპარაკი და მე ასეც არის მასოქენი ინიციატივას ხედავთ შევიწრე. ვალეას თომ პალესტინა და ასე. ხო, თელი რაღაცა. ხო, ბიბლიაში ფიქსირდება ქალაქი ხობიც და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ხო, და უბრალოდ მე ისიც თქმა მინდა, რომ ახეტიალებული აბრაამი, ანუ შემდეგი შეკვეთა, რომ საუბარს დავიწყებთ აბრაამს, ხო? უკვე დავიწყებთ საუბარს აბრაამს, რომელსაც გაწყვეტილი აქვს ეს ყველაფერი. შეიძლება ის გენეტიკურად რაღაცას ეკუთვნის, ამაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ ჩვენ ღმერთი აბრაამს გვაცნობს არა იმას, საიდან წამოვიდა. ამას გვეუბნება, მაგრამ უკვე შემდეგი შეკვეთა, რასაც ჩვენ შევეხებით, ეს არის ბიბლიური თხრობის 12 თავი თუ კარგად მახსოვს ნახავ ახლა, ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც ეს ყველაფერი გაწყვიტა და წავიდა რაღაც ახალი ფურცელი დაიწყო საფრთხო განგებულების ისტორიაში. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვახსენებთ ასეთ ტერმინს, როგორ ჩუმად, როგორ ვიწრობებში, როგორ გაუგებრად მოგზაურობს საფრთხო განგებულება, რომ საბოლოოდ შეუხვიოს ბეთლემში და იქ საღამოს უდიდესი სიხარული აღმოუჩენოს კაცობრიობას. ერთ-ერთი დეტალი, ერთ-ერთი მომენტი, ერთ-ერთი ფურცელი ამ საფრთხო განგებულების ისტორიისა გადაიფუძლება სწორედ მაშინ, როდესაც აბრაამი გაწყვეტს ამ კავშირს. ამის შესახებ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ შეხვედრას. ანუ კავშირი გაწყვიტა თავის ყველაფერთან გაწყვეტა კავშირი. ხო, ერთი არ დამავიწყოთ და გამოჩა. ყველგან ერთის გარდა. და ის ერთი რა ადგილას აქვს, ჩვენ ამას მერე ვიტყვით. ყველგან აბრაამის სამშობლოდ ასახელებს მცირე აზიურ ხარას და არა ქალდებელთა ურს. არსად აბრაამი ურზე არა მოსვლის სამშობლო. როგორ აი ეს ქალდებელთა ური, საიდანაც დაიწყო აბრაამი. აბრაამი ამ ადგილს თავის სამშობლოს ასად არ უწოდებს. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც იტყვის, რომ ის ქალდებელთა ურიდან არის ახეტიალებული, ერთადერთი შემთხვევა იტყვის ამას და სავარაუდოდ ის რაღაცა შორ ისტორიას გადაწყვეტა ამით, იმიტომ რომ მეფეს ელაპარაკება და მიზეზი რატო არ ასახელებს, იმიტომ რომ რა ვთქვა, მაგრამ აქ მცირე აზიაშია საძებნი ამათი ფესვები და ამათი ცირები და არა ქალდებელთა აქ სპარსეთის ყურეში. აქ არის საძებნი, სამშობლო, აბრაამის სამშობლო არის აქ, თვითონ ამბობს. ბოდიში შეზღუდავს ეკლესია ძმის დარჩენის მიზეზების შესახებ. ნახორთან დაკავშირებით. ეს ნახორი მე გადავა აქეთ. და გვასწავლის იმასაც უკვე გითხარით, დიდი სწავლება ამასთან დაკავშირებით არა, ვისაც აზრი აქვს ამ იმას გეუბნები, რომ ეს მიჭაჭულობა, ეს ადგილზე მიჭაჭულობა ნახორმა ის ვერ დათო, მაგრამ შემდგომ ნახორი ამ მცირე აზიაში გადავა. აქ გადავა და აქ დასახლდება. ეს ცალსახაჩას მინდა წერილში. ერთადერთი რაც მე ვიცი, მე ამ თეორიას ნაკლებად ვიცნობ და პირდაპირ კითხვის არ ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება კონდეს ეს, რომ ყოვლადწმინდა დედოფალი არის აბრაამის ჩამომავალი და აბრაამს ქალდებელებს უკავშირდება. მაგრამ არა, ხო კავშირი რაც არა. არა, აბრაამთან აქვს კავშირი როგორ არა? არა, აბრაამს თვითონ აბრაამს აი როგორ გითხრათ, აი ქალდებელთა ურიდან არის სამოსული. ხარანი პირველ სახელი რა ქალაქი თუ ძმა? ვეკიტო. მაგრამ მე რაღაცა მგონია, თუ კი ამ ხაზს გავყვებით, ეს არის ძმის სახელი, რომელიც შემდგომ ეწოდა ქალაქს. ერთი კითხვა, როცა წინა ლექციებზე ვსაუბრობთ, თქვენ ამბობთ, რომ სახელები ყოველთვის ნიშნავს რაღაცა თვისებებს. ამ შემთხვევაში ეს ტენდენცია ნარჩუნდება თუ რამე ტენდენცია ნარჩუნდება, ცალსახად ნარჩუნდება, მაგრამ არა იმ დოზით, ვინაიდან პრეისტორიული ხანა აღარ არის და ჩვენ ისტორიული ცნობების სახით გვახვიწყებები და ნაკლებად მივეჭაჭვებით ამ სახელების განმარტებას. თუმცა აქვს. ბოლო კითხვა, მე თვითონაც ჩვენ ერთ ლექციაში ვერ გავავლით ამ. წარმოუდგენელი წარმოუდგენელი. ამიტომ რა წავიკითხოთ აბრაამი. ისა თავი ბიბლიური თავი ამ თემატურად მაინც.
თემატურად ძალიან ბევრი მასალა აქვს. ტელეგრამი დავაკითხოთ შემდეგ ლექციისთვის, რომ რაღაცა აზრი არ აქვს. ვერ გავიგეთ ლევანეს გამორიცხული ვერ ვიტყვით ამას. ერთი წუთით. ესე იგი დღევანდელი ლექციის იყო შესავალი აბრაამთან და შესავალი აბრაამთან. ეს აბრაამზე რო ვკითხულობთ ბიბლიაში, აქ მე ყოველ შემთხვევაში ისე აღვიქვა, მაგრამ ამბავს რომ ეს არ არის ერთი ოჯახი, თემი ეფექტურად, ანუ მამამთავარია იმ წლის რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილების მეფეები ამ კი შევეხებით თავისი როგორც დიდი ძალის ფონდი. შევეხებით მაგას აუცილებლად. რაღაცა მამა ქვია. ანუ მე ასე სამიმდევროს ვიტოვოს, რომ ეს არის მთელი მიგრაცია ჩვეულებრივი მომთაბარე ტომით. ანუ ეს არის მომთაბარე ტომი დაიძრა. ოღონდაც. არა სხვა მოტივაცია, მომთაბარეობის მიზეზი არის საძოვრები და უკეთესი კვება გაქცევა შემოტევისაგან. აქ ამის არაფრის ინსპირაცია არ ხდება, ეს არის ახერხებულება ღმერთის ძიება. ანუ შოთას კითხვა ის არის, რომ აქ მიდის დაუშვათ ერთი კერძო პირი თავისი ცოლით და შვილებით თუ აქ მიდის რაღაცა მიკროს ან რაღაც სოციალური ისტორიულ ფონში აბრაამის ეს მიგრაცია როგორ ჩდება? ეს არის თქვენი კითხვა. ვთქვათ, კიდევ ერთხელ მოგო. აბრაამის ეს ხეტიარი ემთხვევა ამ პროცესებს, მაგრამ აბრაამი ამ ტალღას ამოყვება, აბრაამი ამ ტალღიდან და თქვენი ეს პირველი ნაწილი თქვენი კითხვის ამას აუცილებლად უნდა პასუხი გაიცეს, რომ რაღაც აი მეფე არისო, ანუ შეგიძლიათ მეფე და მეფე არის? გასაგებია. ამიტომ მოყვებით მე. ოღონდ ძალიან თუ ხო, პატრიარქი, მამამთავარი. ოღონდ ამ იმაში გაიგულისხმება, იცით, ამ იმაში იგულისხმებია მონამხევლები, მეომრები, რაღაც ამ ჯგუფი, თუმცა ჩვენ ასეც ვილაპარაკეთ. ჩვენ ამ ჯგუფს ეკი არ ვილაპარაკეთ. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რაც აბრაამის ოჯახის წევრობას უკავშირდება. ეს ოჯახი გვაინტერესებს ჩვენ. ამის მიღმა, აბრაამს კალვებია გაშლილი და ეს კალვები ძალიან ისია გაშლილი და თავისთავადია მონამხევლები უმდიდრესი იყო. გავლენიანი შეიხის ავტორიტეტით სარგებლობდა ძალიან დიდი პატივით. ჩვენ ლოთაროვი ვართ, ნახავთ. სოდომში, ლოთი არის სოდომის საპატიო მოქალაქე. ხელს არ ახლებენ ერთადერთი რამის გამო, აბრაამს. ძმისშვილია ის. თორემ გადაუვია. და ასე მისი მიგრაციის თელი ძელი გზა იქ ხა როგორც მიდის თხრობა, ასე ის ჩანს, რომ მიგრირებს ასე საძოვრების ჭების მოსაძებნად იქ სხვა აქში დაიწყება მიდის ეგვიპტეში რაღაცა და ანუ ჩვეულებრივი მიგრაცია სავითარი აღწერილი თელი ამ ტომის და ეს გავს უბრალოდ ებრაელი ის არის საიდან წარმოვიდა რომელიც ტომიდანაც იმის მიგრაციას და თელ ამ ამბავს რომ ვკითხულობთ ბიბლიაში ჩემი ასეთი აღქმა როგორც არის გარდა იმ ბოლო მონაკვეთისა, სადაც არის თავის შვილის შეწივის ნაბიჯზე მიდის, არ აღიქმება არაფრით, რომ ახლა რაღაც განსაკუთრებული კეთილშობილების ადამიანთან აქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ნუ ვიცი წერია, რომ ერთი ასე ვთქვათ მიმართავს მის ნაბიჯს. ჩვეულებრივად რაღაცა ტომის უფროსია, რომელიც ტომს მართავს კარგად. და ნუ ეს ტომი შემდეგ ამ ტომის ამბავია აღწერილი მისი მეთაურის სახით და აი თვითონ ბიბლიაში ესე არ არის თითქოს აღწერილი რომ აი საკუთრებული თვისებებთან დაჯილდო ესე კაცი ჩვენ ნახავთ ამ კითხვას ეტაპეთა პასუხს თორსა ახლა ერთ ამ სიტყვაში კითხვის პასუხს ვერ გავცნობთ მაგრამ თქვენ შეკითხვაში არის ძალიან საინტერესო დეტალი რომელსაც ახლა ხაზს გაუსვავდა მადლობასაც გეუბნებით ამაზე რა ქვია სამოთხეში როდესაც ღმერთი ეუბნება ადამიანს რომ დედაკაცზე გაშობილი თავს გაუჭეჭყავს ქოს ხოლო ქველი ქუსტავ გესლავს მას ეს ვინ გაიგო ვინ იცის ამის შესახებ კიდე ხო თელი ინტერესი თქვენი კითხვის არის ეს რომ თავის გამჭეჭყავს ქველის თავს გამჭეჭყავს რატო ადამიანი კი კველიცეროდება. ის ასას თქვენ ამას წოდება საფრთხო განგებულების რეალიზება. ყველი აბრაამის ძეში, მის ძეში, ყველგან, აი, მათემატიკის სამგევნე, ყველგან ელოდება ვინ არის, ვინ თავს გაუჭეჭყავს მას. თხრობა აბრაამის შესახებ ახალი ფურცელი, იმიტომ საფრთხო განგებულების ისტორიაში
ვერ არის ეს ტომის ბელადია, ეს მამამთავარია და რაღაცას ხო ჩვენ მივალთ ამ ადგილამდე. რატო დააინტერესდა? ბიბლიას კი არ აინტერესებს მარტო აბრაამ, ჩვენ მივალთ. გველსაც აინტერესებს აბრაამ. და თქვენ რასაც ამბობთ, გველის კარგად გამიგეთ ძალიან მეგობრო. გველმა ამ კუთხით უნდა შეხედოს აბრაამს. მაგრამ სულ სხვა რამეთებს აბრაამში. და ჩვენ ამას შევეხებით. ჩვენ ამას ნახავთ, რომ გველს ისმაელი აინტერესებს და უცებ ისმაელს იქით წაიყვანს, ღმერთი დაკითი სარგს გამოაჩენს. ამიტომ მათემახარებელი იმას კი არ თქოს აბრაამ შეისმელა. არ შვა, როგორ არ შვა? მაგრამ არა. ჩვენთვის თავარია რომ აბრაამ შეისაკ. ისაკია საინტერესო. მე გველი გადმოვა ისაკს. მე გადმოვა იაკობს. ხო, ან ჩემი კითხვის ამის აზრი რაშია რომ თითქოს რჩება შტაბილიზება რომ აი მთელი ეს განვითარება აი ბიბლიური ამბის ეს ვითარდება ამასთან ერთად არის მორალიც რომელიცაც სულ უფრო და უფრო მეტად იგებს ეს ის ხალხი რომელიც ამ მიზეთ მიდის თხრობა. იმიტომ რომ თვითონ აბრაამის იქ ამბავი რომ წავიკითხოთ არის მომენტები რომელიც არის გეხამოჩება ანუ ასე რატომ მოიქცა იქ რაღაც მივიდა და თქვა სარა ჩემი და რაღაცა შემიძლია ვისაუბროთ ხო და ანუ ეს არ არის თითქოს იმ სრულყოფილების მორალური ხატი როგორც ქრისტეს ეპოქაში შემდეგ არის ხო და შტაბილიზება რჩება რომ ეს იმ დროისთვის არის მაღალ მორალური მდგომარეობა შევეხებით შევეხებით მაგას აი და ჩვენ აი ათანასე ალექსანდრიელი ეს ტყუილი ხო აბრაამის ტყუილი ხო ტყულსავი ხო არა ტყულს დაიყო მისი მართლა დაიყო და მწოლი რო იყო ამას არა დაიყო ერთი მამის და სხვადასხვა დიდიდან არის და სარა არის აბრაამის ნახევარი მაგრამ არ ამბობს სულ რატოღაც მალავს ხო რო ცოლი რატო მალავს ამის შესახებ შევეხვდით მაგრამ მორალი არსებია თქვენ ანუ ამ ტყულში მორალი ჩვენ რამდენიმე სიცრუე შევეხებით წმინდა წერილში. და საინტერესო სიცრუე შევეხებით კიდე ბასილი დიდი აქცევს ამას ყურადღებას. სიცრუეს გეცემანის ბაღში. სადაც ეშმაკი ტყულდება. ოდესაც ხედავს შეშინებულ იესო ნაზარეთს, რომელსაც ეშინია სიკვდილის. მე როგორც ბასილი პირდაპირ ამბობს. მოწაფე რომელმაც ეს ლექციების ციკლი 7 წლის წინ გავიარა ჩვენს მასწავლებელთან. ეს მეგობრულად ვეტყვი რომ მაითი ძალიან საინტერესო კითხავს ვთქვათ, ძალიან ადრე. კარგი. ეს პატარა